პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი. ეს არის საწყისი დასასრულისა. ამიტომ ყველანი ვიყოთ მხნეთ, როგორც არიან მამუკაც და ბადრიც, ახლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ერთად, არიან ძალიან დიდი შემართებით და ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება ჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის მართლა მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი აღარ ეშველება. თქვენი პლატფორმის პოზიცია როგორია იგივე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ახლა ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთიანობას მართლაც ალტერნატივა არ გააჩნია და ამ მიმართულებით თქვენ ახალი თქვენ კითხვებსაც ვამთ, პასუხებსაც ვამთ. გვექნება გეგმა, პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა და ამის შესახებ გექნებათ თქვენ სრული ინფორმაცია, სამისი დრო დადგება. დღეს დრო არის ის, რომ ყველანი ერთად აქ ვიყოთ, სოლიდარობა გამოუცხადოთ, საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ასევე საზოგადოება, ყველა პოლიტპატიმრებს და ყველა სინდისის პატიმრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ისინი იბრძვიან დღეს და ისინი არიან, რაც ჩვენ ქვეყანას ესოდენ ჭირდებოდა მაგალითები. აღარ გვყავდა მაგალითები, დღეს გაგვიჩნდა ახალგაზრდები და პოლიტიკოსებიც ორივე სამაგალითო. იქნება ადეკვატური რეაქცია ამ გადაწყვეტილების შემდეგ. რას ფიქრობთ, პარტნიორები, დასავლელი პარტნიორები, ევროპელები, როგორ შეხვდებიან აი ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას? მე ვაპირებ, რომ ამ საღამოს ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად გავაკეთოთ განცხადებები, სწორედ ჩვენ პარტნიორების მიმართულებით, სადაც დღეს ეს კვირა არის ერთ-ერთი ისეთი ძალიან დატვირთული კვირა, არა მხოლოდ ირან-ისრაელის და ამერიკის მოვლენების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ხვალ იწყება ნატოს სესია, ამ კვირის ბოლოს ევროპული საბჭოსი, ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენი საკითხი არავის არ უნდა დაავიწყდეს. თქვენ მოხვედით, რა უთხართ, რა იყო თქვენი თავარი სათქმელი, თუ უბრალოდ სოლიდარობა გამოხატეთ მათ მიმართ, დღეს რატომ ხართ ახლა ლევის ოფისში? საერთოდ როცა მოვდივარ, მხოლოდ სოლიდარობის გამოცხადებისთვის არ არის. დიახ, ვისაუბრეთ. აი რა თემებს შეეხეთ? ამას მერე გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ. გიორგი გახარე კიდევ ერთხელ დაიბარეს საგამოძიებო კომისიაში. თქვენი აზრით რა არის მიზანი ხელმეორე დაბარების? იგივე. ძალიან უნდათ გახარიას დაჭერაც და თუ გამოცხადდა კომისიაზე, მე შემდეგ ნაბიჯი რა შეიძლება რომ იყოს? ამას ვერ აპირებს კომისიაზე მივიდო და თუ გადაუდებდნენ სხდომას კომისიაში. მე ძალიან მიკვირს ერთი რამე, რომ ვიღაცებს აქვს თურმე უფლება რომ დისტანციურად ჩაერთონ ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაში და ვიღაცას არა აქვს და ეს არის ორმაგი, ორსტანდარტიანი ისა და ძალიან გაუგებარი არის. თუ არა გვესმის რა ხდება, მაგრამ მაინც გაუგებარი. ან პოლიტიკური პატიმრების რიცხვი გაიზარდა